თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მომხმარებელთან სწორი და დროული კომუნიკაცია წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა, როდესაც კონკურენცია მაღალია და მომხმარებელთან მოლოდინები ყოველდღიურად მზარდი კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შეძლული მომხმარებელთა ქცევის გაანალიზება და საჭიროებებზე სწრაფად რეაგირება. სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში გვესაჭიროება CRM სისტემა, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს ბიზნესისთვის. Follow-up კი არის მრავალფუნქციური CRM პლატფორმა, რომელიც ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ისეთ ფუნქციონალებს უყრის თავს, როგორც არის პაიპლაინების მართვა, ლიდების გენერაცია, ავტომატური მარკეტინგული კამპანიების მართვა, ანალიტიკა, რეპორტინგი და არა მხოლოდ ჩამონდაცვა ძალიან ვრცელი და მრავალფეროვანია, კიდევ უფრო დივერსიფიცირებულია Follow-up CRM-ის კომპანიის პორტფელი, რომელსაც ჩვენს დღევანდელ ეთერში სრულად და ამომწურავად გაგაცნობთ. ელენე ნაცვლიშვილი Follow-up CRM-ის თანადამფუძნებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში და საქმიან ამბებს ახლა სწორედ მისგან შევიტყობთ. ელენე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და სატელევიზიო პრეზენტაცია არის დღეს ჩვენს ეთერში, ხო? იმიტომ რომ სულ რამდენიმე თვის წინ მოიქოქა ეს ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფილიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქმიან მაყურებელს, რომელიც პირდაპირ არის მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიაც და ჩვენი აუდიტორიაც ბიზნესთან, ეს იქნება ალბათ პირდაპირ თქვენი, ასე ვთქვათ, ის სეგმენტი, რაზეც იქნებით ფოკუსირებული ახლაც და პრინციპში სამომავლო განვითარების პერსპექტივაშიც. აი აქვე მინდა გკითხოთ, ზოგადად ავუხსნათ პრინციპში, მოდი ჩვენს მაყურებელს რას გულისხმობს ეს პლატფორმა და რა არის ის ინოვაცია, რომელიც თქვენი გამოჩენით შემოვიდა ბაზარზე. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის და გადავალ პირდაპირ პრობლემაზე, რომელსაც ყველა ბიზნესის მფლობელი ძალიან კარგად იცნობს. ბაზრის კვლევიდან დაიწყეთ და შესწავლიდან საჭიროებებს, რა თქმა უნდა. ეს წარმოიდგინეთ, რომ გიწევთ დაწეროთ მეილები, უპასუხოთ მესიჯებს Facebook-ზე, Messenger-ში, Instagram-ზე, აკონტროლოთ ბიზნეს პროცესები, გუნდს დავალება მისცეთ, არ გაგიქცეთ ხელიდან სეილები და ეს არის ზუსტად ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ბევრ დროს და ენერგიას გვართმევს. Follow-up CRM არის ზუსტად ის პროგრამა, რომელიც ამ პრობლემებს აგვარებს და ჩვენს დროს და ენერგიას ძალიან მარტივად ოპტიმიზაციას უკეთებს, ხო, რაც აჩქარებულ რეალობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხო, როცა ასე ვთქვათ, თითო წუთი ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებს. აი, ამ შემთხვევაში სისტემა როგორ ააწყეთ და ზოგადად როგორ მუშაობს ეს პლატფორმა ისე, რომ დროც დავზოგოთ, ეფექტიანი შედეგიც მივიღოთ და სასარგებლო იყოს ჩვენთვისაც და ჩვენი მომხმარებლებისთვისაც შედეგი, რომელსაც მივიღოთ. პირველ რიგში კვლევით და ჩვენი პირადი ბიზნეს გამოცდილებით დავიწყეთ პრობლემის ძებნა, რომელიც პრობლემა არ არსებობს ერთ კონკრეტულ მოდულში. ეს არის პრობლემა, სადაც მოდულებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი და აქედან გამომდინარე დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლება რომ გამოსულიყო, რა შეიძლება რომ გაგვეკეთებინა, რომ ყველაფერი ერთად მოგვექცია ერთ სისტემაში, ერთ პლატფორმაში და შესაბამისად გავაკეთეთ Follow-up CRM-ი, რომ ადამიანებს მივცეთ თავისუფლება დროში და იმაზე, რომ იზრუნონ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. რას თავაზობთ ბიზნესებს და მოდი პორტფელიც განვიხილოთ, საკმაოდ დივერსიფიცირებულია და კიდევ უფრო დივერსიფიცირდება, როგორც ჩვენ გადაცემის დასაწყისშიც ვისაუბრეთ. რა უნდა იცოდეს ბიზნესმა, როდესაც საქმიან ურთიერთობას იწყებს თქვენთან? რას მიიღებს ეს და რა შეთავაზებები შეუძლია, რომ ერთ სივრცეში იპოვოს? პირველ რიგში ჩვენ არ ვყიდით სისტემას, არ მოვდივართ და არ გევნებით აი სისტემა და იყიდეთ. ჩვენ მოვდივართ და ვიკვლევთ ტკივილს, რა გაწუხებთ, რა აწუხებს ბიზნესს, ყოველდღიური რუტინა რა არის, შემდეგ ვსხდებით და ვმსჯელობთ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენთვის. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მივსულართ პასუხამდე, რომ იცით რა ჯერ ადრეა Follow-up CRM-ის დანერგვა თქვენთან და რაღაცა პროცესების გავლა გვიწევს. ამიტომ ის კვლევა ყველა ბიზნესს სჭირდება და შემდეგ აქედან გამომდინარე მეხმარებით და ვუნერგავთ პლატფორმას. გაციფრულება ზოგადად ამ ტექნოლოგიებთან ადაპტირება, სინქრონიზაცია არის ალბათ თითოეულის რაღაცა ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველას თავისებურად ისმის ეს საკითხი, ყველას სხვადასხვა რაღაც სჭირდება, ზოგს აქვს ამისთვის რაღაცა საბაზისო ფუნდამენტი, რომ
რომელზეც შემდეგ დააშენებთ, ზოგს საერთოდ არ აქვს და ნულიდან უნდა დაწყება ის. რამდენად არის მათ შორის თქვენ სტრატეგიაში ინდივიდუალური მიდგომა და შემდეგ რაღაცა პაკეტების, არ ვიცი როგორ ვთქვათ, სწორად, რომ მათზე მურგებული სისტემის საწყობა. აბსოლუტურად ყველა ბიზნესს და ყველა სეგმენტს, მათ შორის სეგმენტებშივე სხვადასხვა მიდგომა სჭირდება და სხვადასხვა პროცესები აქვს. შესაბამისად, მოკლედ ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ყველა სეგმენტს სხვადასხვა მოდული სჭირდება, სხვადასხვა ფუნქციონალი სჭირდება, მე ამას სხვადასხვანაირად იყენებენ და ჩვენი მოკვლევაც ამის ირგვლივ ტრიალებს, რომ გავიგოთ როგორია მათთავე ბიზნესში სამუშაო პროცესი და შემდეგ მოვარგოთ სისტემა ისე, როგორც მათ ბიზნესს სჭირდება. ასე რომ ეს ყველასთან ინდივიდუალურია. რა ფუნქციონალები ერთიანდება იმ მოდულებით ახსენეთ და მეც დასაწყისში ასე ვთქვათ იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც თქვენზე არის უკვე ხელმისაწვდომი, მათ შორის იყო მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ვიდეების გენერირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაძლოა ძალიან ვრცელია და ყველა არ ჩამოვთვალოთ, მაგრამ რა არის ის თავარი რაღაცა საბაზისო მოდულები, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის კომპანიებისთვის? ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის basic პაკეტში შემოვალი ფუნქციონალი, ეს არის conversation-ი, ეს არის opportunity, ლიდების გენერაცია, შეხსენებები, დოკუმენტაციის წარმოება და invoicing-ი. მარკეტინგული კამპანია უკვე შემდეგი ეტაპია? მარკეტინგული კამპანია უფრო შემდეგი ეტაპია და ღრმა კვლევის შემდეგ გადავდივართ მაგ. კი ბატონო. და ელენე, საინტერესო არის პრინციპში, როდესაც ინოვაციურ სისტემებზე ვსაუბრობთ, გარკვეულწილად მეტად თუ ნაკლებად ყოველთვის არის ხოლმე უკვე გენერირებული ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესში. თქვენ როგორ იყენებთ აი ამ ხელსაწყოს? ჩვენი ხელოვნური ინტელექტი არ არის უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი, ეს არის გუნდის თანამშრომელი. ჩვენ გვყავს პირადი ლილუ, რომელიც არის სისტემის გულში, CRM-ში ჩაშენებული, სწავლობს პროცესებს, სწავლობს ყველაფერს, რაც ბიზნესს ეხება და შემდეგ აქედან გამომდინარე მოქმედებს ასე რომ მარტივია. ფაქტობრივად პროცესის თანამონაწილეა, ხო? კი ბატონო, პროცესის თანამონაწილეა AI conversation-ი, რომელიც მომხმარებელს პასუხობს იმ და ის შეისწავლის ყველა მის მოქმედებას, იცის როდის დარეკა, რა წუხებს, რა მოიწონა, ან არ მოიწონა და შემდეგ უკვე პერსონალურად სცემს პასუხებს. ასევე content AI, რომელიც წერს ბიზნესიდან გამომდინარე და თქვენივე ბიზნესიდან გამომდინარე იმ ტექსტს და ერგება სრულად და რაც ყველაზე მთავარია workflow AI, რომელიც ძალიან სიღრმისეულად სწავლობს ყველაფერს და გაძლევთ რჩევებს თუ რა შეიძლება გააკეთოთ შემდეგი ნამუშევრისთვის და ეს ადამიანური კომუნიკაციაა და არა რაღაცა რობოტთან საუბარი. ხო, მით უმეტეს, როდესაც კომუნიკაციაში მოყვება იქამდე, სადამდეც შენ გსურს ამის გაგრძელება, იმიტომ რომ ცოდნა შენზე აძლევს ამის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის მიღმა რამდენად დიდ როლს ასრულებს ადამიანური კაპიტალი ამ შემთხვევაში, გუნდი როგორ არის დაკომპლექტებული, თუ უფრო ციფრული სისტემის აწყობაზე ხარ, სადაც მინიმიზაცია ხდება უკვე სამუშაო ძალის, ფიზიკურ სამუშაო ძალას გულისხმობ. თუ მაინც არის საჭირო კადრების? არა, კადრები საჭიროა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ დროს ვუზოგავთ ამ კადრებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მეტი დრო აქვთ ფიქრისთვის, როგორ განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გუნდსაც და ხელმძღვანელობასაც. შესაბამისად, კადრი ყველგან საჭიროა. რამდენ ადამიანს აერთიანებთ? ჩვენ ამ ეტაპზე 13 ადამიანს ვაერთიანებთ და ვფიქრობ, რომ უფრო გავიზრდებით და გავიზრდებით. კი ბატონო, რამდენი თვეა რაც გამოჩნდით ბაზარზე და ბაზარზე 1 წელია გამოჩნდით და საკმაოდ კარგად გამოჩნდით. ხო და ეხლა შედეგები მინდა რა შევაჯამოთ ეს 1 წელი როგორი იყო კომპანიისთვის, მოთხოვნა, ინტერესი, ვისგან გაჩნდა, რა დოზით გაჩნდა, ძალიან საინტერესოა ეს.
ერთი წელი მარტივი არ იყო რეალურად. ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ ახალი ბიზნესი, ახალი სახელი და რეპუტაცია ამ სახელზე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ნდობა არ აქვს და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვზრუნავთ, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ის ნდობა ჩვენს მიმართაც საჭიროა რეალურად. მარტივად ვერ მოვედით აქამდე, მაგრამ კარგად მივდივართ და ნელ-ნელა ვიზრდებით სხვადასხვა სეგმენტებში, სხვადასხვა პროფილით გვიწევს მუშაობა, ბიზნეს პროცესების შესწავლა და შემდეგ უკვე მორგება იმ ყველაფერზე, რაც საჭიროა ბიზნესისთვის. ინდუსტრიულ დივერსიფიცირებაზეც მინდა რომ ვკითხოთ იმ ბიზნესმენების, რომელიც უკვე თქვენი პარტნიორები არიან. რამდენად არის სხვადასხვა სექტორის მხრიდან, შესაძლოა ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული სექტორების მხრიდანაც ინტერესი გამოხატო. კი. და ძირითადად ვინ ჭარბობს, რომელ სფეროს აინტერესებს ყველაზე მეტად? მომსახურებით როგორც ტურისტულ სეგმენტს, ასევე ავტობიზნესს, ასევე სამედიცინო სფეროს, საკმაოდ განსხვავებული ერთმანეთისგან 15-მდე სეგმენტს ვემსახურებით დღესდღეობით და ერთნაირი არც ერთი არ არის. ყველა სხვადასხვა სპეციფიკა, გზომა, ბრუნვა და ასე შემდეგ. წილი თავის მხრივ ეკონომიკაში და თვითონ კომპანიის, ასე ვთქვათ, ზრდა და განვითარების ეტაპები. როგორი არის ამჟამინდელი სტატუს quo კომპანიისთვის? აი, რა პოზიცია გაქვთ დღეს უკვე, როგორ პოზიციონირებთ ბაზარზე და ეს უკვე რა შესაძლებლობას გიხსნით, მათ შორის გეგმების დასახვის და სამომავლო განვითარების ნაწილში? მე ვთვლი, რომ კონკურენციაში შევედით უკვე. სხვა მსგავს პლატფორმებთან და პროგრამებთან საკმაოდ სწრაფად მოვახერხეთ ამის დაგეგმა და განხორციელება. და პრინციპში ინტერესით მზარდია, ხო? 15 სეგმენტი ალბათ ათეულობით კომპანია უკვე არის წარმოდგენილი, ხო, თქვენს პორტფელში? კი ბატონო, ინტერესით მზარდია, დღითი დღე უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს რა არის follow-up CRM-ი, რას ვაკეთებთ და სიმართლე გითხრათ, ამაში გუნდი ყველაზე დიდ როლს ასრულებს და ყველაზე კარგად გვეხმარება ის ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენ ირგვლივ მუშაობენ და თავის თავს არ იზოგავენ ამ ყველაფრისთვის. რამდენად არის აი ამ სექტორში მარტივი, ყოველ შემთხვევაში თქვენთვის რამდენად იყო კვალიფიციური კადრების მოძიება, რომელიც თავის მხრივ ხელოვნური ინტელექტის მართვაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მესათანადოდ ინტეგრირებაზე, ციფრული სისტემის აწყობაზე, შემდეგ ბიზნესებთან ამის სწორად და ეფექტიანად მიტანაზე. თუ თქვენ იმუშავეთ, რომ მაგალითად გადაატრენინგეთ ეს ადამიანები? მარტივი არ არის, მაგრამ ტრენინგი არის თავმსდევი პირობა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ პლატფორმა ზოგადად ძალიან ღრმა არის და ბევრ მოდულს მოიცავს, შესაბამისად ყველას სჭირდება, მათ შორის მეც ყოველკვირეულად მჭირდება, რომ გავიარო თავიდან შევისწავლო ახალი მოდული, რას ვაკეთებთ, რა ხდება ახალი ამ ყველაფერში და ამიტომ ხდება მათ შორის გლობალური გამოცდილების რაღაცა შესწავლა, გადმოტანა, გაზიარება. რა თქმა უნდა, ხდება ყველაფერი, იმიტომ რომ მუდმივი პროცესია, მუდმივად ვირისდებით, მუდმივად ვითარდებით და ჩვენი თანამშრომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს, შესწავლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებლად მინდა გკითხოთ გეგმებზეც, რას გეგმავს კომპანია გაფართოების და განვითარების ნაწილში და მათ შორის რამდენად იქნება სამომავლო პერსპექტივაში პლატფორმა მზად იმისთვის, რომ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე შევიდეს კონკურენციაში. გეგმები დიდი გვაქვს, ორ ნაწილად გავყობა ამ გეგმებს, არის ახლო მომავალში, რომ ვიზრუნოთ პლატფორმის განვითარებაზე, რაზეც ეხლა ვზრუნავთ და კიდევ უფრო მეტ დროს ვუთმობთ მაგ ყველაფერს და სამომავლო გეგმებზე, რა თქმა უნდა, გვინდა ქვეყნის გარეთაც გასვლა, დანერგვა იმ ყველაფრის, რაც ჩვენს კომპანიაში ხდება. თუნდაც თანამშრომლებთან კომუნიკაციის მხრივ, თუნდაც მათთან ურთიერთობა, სამუშაო გრაფიკი რაც აქვთ ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ არ არის საქართველოში მორგებულად ეს ყველაფერი როგორ ეს სამუშაო გრაფიკი
რამდენჯერმე ახსენეთ და ხაზი გაუსვით და რატომ გამოყოფთ ასე რა გამოყოფთ იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქნებით მომხმარებელთან მივიდეთ ვუცხრათ რომ ისა ჩვენ კონვერსიას გავაკეთებთ თქვენი დროის და დაგეიზოგავთ სამუშაო დროს და ჩვენივე თანამშრომლები იყვნენ გადაღლილები. გვაქვს 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი. შეუერთდით ევროპის ქვეყნებს ცალკე ერთეული კომპანია ხო? აგერ ბოლოს ნიდერლანდებმა დააკანონა რამდენიმე კვირის წინ ეს ამბავი. კი ბატონო, დღეში 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი და ვცდილობთ რომ ჩვენი თანამშრომლები იყვნენ სულ გაღიმებულები, არ იყვნენ გადაღლილები, რომ 100%-ით ჩადონ საკუთარი თავი იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებენ და ერთი თვის შემდეგ შეხვედრაზე შემოსვლა არ დაიზარდათ, ასე რომ ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა, ელენე, ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ თელ და თქვენს თელ გუნდს, რომელიც არის ჩართული აქტიურად ამ ამბავში და გაფართოება და განვითარება გლობალურ ექსპანსიას აუცილებლად ისევ ამ ეთერში მოვყვებით. დარწმუნებული ვარ, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში. აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიყარია თქვენი ყოფნა. მადლობა ძალიან დიდი ელენე ნაცვლიშვილი, follow-up CRM-ის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.